იმდენად გამეწყო, იცნობება, იმიტომ რომ ეს არის შოპენი პრელუდია და შესაძლებელი დავიწყოთ, ხო? პირველი ძალიან დიდი მადლობა შემოწმებაზე, აი ესე დავდე. პირველი ნომერი მაინც კიდევ რომ გახსნილები მოგონები გავაკეთეთ. წახნაგას ძალიან ისეთი პოპულარული შვიდკაცაც პოპულიდან, თუმცა ცოტა შევამოკლეთ, რა თქმა უნდა ისინი არიან შვიდკაცა, ვიცით ხო? მაგრამ კიდევ რა დავაკავშირე, ნახეთ ამ წუთში მე დავუკარი შოპენი, შეიძლება შოპენი თქვათ ჩვენს ქართულში შეიძლება რაღაცა ის არის რომანტიკოსი, თუმცა კლასიკალ ქცეულ სიმღერებს მივაქციებულად ხება. ანუ ეს ბავშვები მღერიან უკვე კლასიკად ქცეულ სიმღერებს და აუცილებლად ქართულ სიმღერებს. მე აი ამაზე გამოვაქვი პირველ რიგში ძალიან დიდი ყურადღება. ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი, თუმცა როდესაც ხმებში მღერის ბავშვი ეს უკვე ძალიან რთულია, ვინც არ იცის, აი ძალიან რთულია და ამას რომ მივაღწიე, უკვე ძალიან მიხარუდა, იმიტომ რომ ბავშვი, ეხლა წარმოიდგინეთ, თითქმის თვენახევარი 2 თვე რომ მხოლოდ სავარჯიშოებზე მუშაობდა, მერე უცბად აკეთებ ცოტა რთულ სიმღერებს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც უკვე ხმებში მღერია ბავშვები. რა ვიცი, ფიქრობ რომ გაართვის თავი. მოდი ჩივლავაზობ. ხედავთ ხო როგორი ლამაზი გოგონაა, თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ ჩემი მაშოს. მაშო იორდანოვა.
კიდევ ვიმეორებ, მაინც ხელოვნებაზე ვაკეთებ ყურადღებას, ვაქცევ ყურადღებას და აქცენტირებას, ნუ ცეკვა. ქალბატონო ელენე, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჯერ ისედაც ანგელოზივით გოგო იყო და მე ის დგომა, ის მანერა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრი რაღაცა მოდის პედაგოგისგან და მე სულ ხას ვუსვამ, ერთია პროფესიონალიზმი და მე შრომისადმი ძალიან დიდი, აი ეს უნარი რომ იშრომო, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა და დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთ ბავშვებს. მადლობა თათიას რომ მომცა საშუალება ჩემ ფრთებ ქვეშ გამეზარდა. ნუ თათიაზე მე აუცილებლად ცალკე ვისაუბრებ. ცეკვა, გიტარა, ფორტეპიანო, ხატვა როგორია? არის თუ არა ხელოვანი გოგონა? სოლისტი. კი ბატონო, ხო ცეკვაზე, ამიტომ გავამახვილე პირველ რიგში ყურადღება. ანუ მას აქვს ის ბაზა, რომ ბავშვი კიდევ უფრო განვითარდეს და ეს ძალიან მაგარი. შეიძლება დავამატო, მოვლილი აქვს ძალიან ბევრი ქვეყანა. ცით, ზღვით თუ ხმელეთ. კი ბატონო, ძალიან ბევრ ქვეყნის კულტურას არის შეხებული. ეს ერთი სიტყვით ულამაზესი ბავშვობა აქ ამბობს. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. აი ახლა ჩვენ ქალბატონი ეთერ კაკულიას კლასიკად ქცეულ სიმღერას ვიმღერებ და მე ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო მეტ სილამაზეს შევძენთ, აი თუნდაც მაშოს აი ასე ვთქვათ, უნარჩვევებს, რაც მაშოს აქვს და ვისი დედიკოს, ოჯახის, აგერ ქალბატონი ელენეს წყალობით და ასევე თავისი კიდევ სხვა პედაგოგების რა თქმა უნდა. Sadacki na
გაბისიანის არაჩვეულებრივი სიმღერა. ეხლა მე მინდა გავუტონეკაზე ორივე სიტყვა. ჯერ მეგობარზე, ეკა ბაქრაძეზე, მას ყველა იცნობს რა თქმა უნდა. ასევე სასცენო უნარჩვევები ვინ ჩამოყალიბა რა თქმა უნდა ეკამ და როდესაც ბავშვი შენთან უკვე რაღაცა ეტაპზე უკვე აი გამართული მოდის ძალიან თამამი ხარ ეკა და უფრო კარგად აკეთებ შენ საქმეს, იმიტომ რომ ის რაღაცეები გაკეთებულია უკვე და მარტო იმაზე ფიქრობ რომ იმღეროს. და აი ეს სითამამე თუმცა მე მინდა რომ მარიამი ნახეთ რა ლამაზი. ხო მე კიდე რა მინდა იცით რომ თქვა სამივე არის ძალიან ლამაზი და როგორი განსხვავებულები არიან და ყველაზე მეტად ის არის გასაკვირი რომ ტემბრალურად ძალიან განსხვავებულები არიან. თუმცა რა ვიცი ხა თავისებური ინდივიდუალიზმი აქვს თითოეულ მათგანს და რა თქმა უნდა მე შესაბამისად მივუდექი და ესეთი სიმღერები ავარჩიეთ ოღონდ ერთად. მე არ მქონია მხოლოდ ინიციატივა, მათთან ერთად გადავწყვიტე და მე ვფიქრობ ძალიან კარგი საქმე გავაკეთე, რომ ისინი ჩავრთე ბოლომდე 100%-ით ჩემს გვერდზე იყვნენ და ხომ ასე იყო მარია. ხო, კარგი, აბა ბოკლომი ქეთი გაბისიავის. არაჩვეულებრივი სიმღერა. აბა შეიცი მარია. მე მარიამზე თუმცა ეხლა გამოვაცხადებ მარიამ ხუნხაძე აქაც ცეკვა გიტარა ბალეტი ნუ თეატრალი რომ არის გასაგებია და მსახიობური ოსტატობას რო ეკაასწავლის და დიდი გამოცდილება რა თქმა უნდა აი ამაში აკვარიუმის ერთ-ერთი წამყვანი ხო მსახიობი მადლობა ჩემო მუსიკოსო და მოგწევს ესეც აკვარიუმის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სახე, როგორი ლამაზია ხედავთ.
ბალეტი ან ვარჯიში არ გეგონოთ გავჩერდეთ. ხატვა, წიგნებისა და ძველი ხელნაწერების რესტავრაციის შესწავლა. როგორია? როგორია ელენე? არაჩვეულის აშშია. ნუ თეატრი მოგვარდა. ანუ არაჩვეულებრივი გოგო. მე სულ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა და მადლობა ღმერთს ამისთვის. თუმცა ну რაღაცები შეიძლება ჩემი არ მოწონს, შეიძლება რაღაცა მე არ მომწონს და ეს ამითი ხდება ხო რაღაცების გამოსწორება. ხო ასეა პედაგოგისა და მოსწავლის. სულიად მოწესრიგებული. არ ვიცი. ჰაკლასის მოწესრიგებული და მე მინდა მადლობა გადაგიცნო და ასეთი საოცარი გოგონა რო ხარ ჩემო ძვირფას. ელენას არ ქონდა არანაირი გამოცდილება სიმღერის. ხო ასეა. სალონური კონცერტი მოითხოვს რაღაცა კიდევ მეტ უბრალოებას, სიმარტივეს. აი სიმარტივეშია მეტი რაღაცა უფრო გრაციოზულობა. მე ვფიქრობ და ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. ბევრი ვივარჯიშეთ იმისათვის, რომ თქვენს წინაშე წარდგარიყო ელენე და მე მინდა თქვენ მხარი დაუჭიროთ ჩემს ულამაზეს გოგონას. ჩვენი არის ინათებს მარი, როგორი სიმღერებია, ძალიან მართლაც კლასიკად ქცეული და აი დართული. თუმცა მე მაინც ვიფიქრე, რომ თუ გავაკეთოთ, მოდი, თუ არა და მოდი ისე ვიმღეროთ და ისე ვივარჯიშოთ. აბა გთხოვა ჩემი ძირფას. ხო? ძალიან მიხარია. გელოცან ჩემო ძვირფას. ეხლა ცოტა გავერთოთ. თოლია ულამაზესი სიმღერა მოგძანდით. მარიამ ღოღაძე და ელენა ნეფარი. აი ესე. ნუ თუ ვართ თეატრალები, უნდა ვიყოთ მომენტე. ხომასე? სიურპრიზი რა თქმა უნდა. ხო, არც არავინ არ იცის, ჩვენ ვიცით მხოლოდ რას ვღერ, აი ასე არც წინასწარ არ გავუკეთებდი, არც ასე ვთქვათ რაღაცა ანონსი. აი ვაკეთებთ ის, რაც ვიმუშავეთ, აი ესე, როგორი გოგონები არიან. არ, დავიწყოთ.
ძალიან ნაზი, ფაქიზი, ესეთი მელოდიური ხმა და ვიფიქრეთ რატომაც არა. რა ვიღონოთ ვით უშუალოდ იარებს. გადავარდით ახლა ცოტა სიყვარულში და რომანტიკაში, ხო? აი ხო, ესე ჯობია. Chemi
როდესაც მშობელი არის ბედნიერი, იმიტომ რომ ყველანი ალბათ მშობლები ვართ და ვიცით რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი რაღაცა პატარა თუნდაც აი ამხელა ნაბიჯს ადგამს წინ. სულ სხვა სიყვარული, სულ სხვა სითბო და სხვა ემოცია. ამიტომ მე ძალიან ნანა ჩემო ძვირფასო მე ამაყები. თავდატონა ნინო ჩემო თათია მიყარხართ ძალიან მიხარია რომ ახ კიდე უფრო ახლოს და მე ნანას რა ვიცი რაც თავი მახსოვს ნანას სულის მაგრამ რაღაცნაირად კიდე სხვა დამოკიდებულებაა კიდევ როდესაც მოსწავლეა და აი რაღაცა კიდე სხვა დამოკიდებულებაა და ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ იმიტომ რომ აი ასეთი შვილები რო გყავთ ასეთი აღზრდილი შვილები რო გყავთ მე კეცვი ხითქმის წინაშე იმიტომ რომ ბავშვები რომლებიც კარგად აღზრდილები არიან ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება ხალხო იმიტომ რომ ისინი არიან მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესები უნდა იყვნენ ჩვენზე უფრო კარგები გემოვნებიანები და აი რაღაცნაირად ჩვენ რო თუნდაც აი ამხელა რაღაცა დავადოთ ხო ერთმანეთს რაღაცა ვასწავლოთ ბავშვებს მე ვფიქრობ ეს მერე და მერე კიდე უფრო მიხვდებიან ეს ჯერ ახალგაზრდები პატარები არიან აი რამდენ რამეს აკეთებს მშობელი მასწავლებელი რა თქმა უნდა მე კარგი გაგებით ვიძახი რომ ესენი იყვნენ ღირსეული მოქალაქეები პირველ რიგში და იყვნენ ადამიანები ეს ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიებზე არ ვსაუბრობ პირველ რიგში ეს არის ადამიანობა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოდი ელინა ნახეთ ჩემი ფიქრი ჩემი დარგი ჩხლაძეების რეპერტუარიდან აი სულ ცდილობდით ძველი აი მართლა ძველი სიმღერები ამოვქეკეთ რასაც ქვია იმიტომ რომ მივიწყებას არის ხალხური ეს საოცარი სიმღერები და მინდოდა რომ აი ეს გამეღვივებინა აი ამ ბავშვებში და რომ მივაღწიე და იმღერეს ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი გამარჯვება მეორეა კიდევ როგორ შეაფასებთ მაგრამ ის რომ ჩვენ ვიმღერეთ უკვე ეს გამარჯვება It's
ვერისუბნის მელოდია. Sada. მე არა, ეხლა მე ძალიან ისეთი ღიმილი არ მაგრამ ესე არ არის ხომ მუშაობის დროს
ცოტა სხვა სტილი გვაქვს, ეხლა ესე არ ვარ, ხო? ეხლა რომ ვიღიმებით და ესეთი ლამაზად რო ესეც არ ვარ. ხო, ანუ თუ რაღაც არ მოწოდა აუცილებლად ცოტა სიმკაცრეც იყო, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია. აი ეს პროგრამა არ იყო დამჯერეთ და ამას გაკეთება უნდა თანაც მე მაინც გავსვამ მას მიუხედავად იმისა რომ სტუდიის ხელმძღვანელი ვარ და ჩემი ფოტოგრაფერს ამღერებ ეს არის ის რაც ყველაზე საოცრება რომელსაც ეწოდება ცოცხალი შესრულება მიუხედავად იმისა რომ ჩემი აი ეს ბავშვები მე ძალიან მიანაყრიან მათთვისაც იყო ძალიან დიდი პრივილეგია რომ მე ამას ვიკრავდი ცოცხლად არც ამისი თქმა არ მოვიდება იმიტომ რომ ფონოგრამით გაზრდილი ბავშვი არ არსებობს ცოცხლად თუ არ იღერა თუ არ შეეშალა ხვალზე გვაზე იმის ვერ არ შეეშალა ესე ელდინოსები არ უნდა ანუ ბავშვი იზრდება ცოცხალი შესრულებით რაღაცა ხო აი ცოცხლად ხდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ პლუსზე დაყენებული ხმა ჰიუსტონს ჩავთავ და გავადე პირსმაში ხო აბსოლუტურად არაფერი არ არის ბავშვი რომელიც ღერის ეშლება ხვალში ეშლება ზეგარში ეშლება მაზეთში ეშლება მაზე მერი არ შეეშლება ანუ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემო კარგებო დიდი ხნის გამოცდილება მალაპარაკებს რომ ესე არ ვიტყოდი ნამდვილად მოდით ეხლა ერთ სიმღერას კიდევ შეგისრულებთ ხელოვანი გოგონები არიან ისევ ვდიხარ ისევ შევდიხარ კიდევ ძველი აი ეს ფურცლები გადავშალეთ მე დავიდე ხო იმიტომ რომ მე მგონი ასმასოს ეს სიტყვები როგორც ყოველთვის თანახეთ რა გამიკეთეს ისეთი წვრილი შრიფტით ამომი ვიწყდეს მაინც ამოთხრი და მაინც ძალიან კარგი რა გამიკეთეს ნახეთ რა შრიფტით ამომეთეს დავიწყდა რა ჩემო კარგო Hello
თითქოს იყო 11 ნომერი, მაგრამ ეს იყო ძალიან ბევრი შრომის შედეგი ჩემო. ეს არ იყო, ესე გამოიტანე და დაუკარი და ბავშვმა იმღეროს და პირი გააღოს და მერეტაში დაუკრას დამიჯერეთ. ეს იყო ძალიან ბევრი ნაფიქრი. ეს იყო ბევრი ნერვიულობაც, იმიტომ რომ როცა აკეთებ და საზოგადოება გიცნობს, იქ ცოტა კრიტიკაც მოდის ხოლმე. მაგრამ მე ამ დროს ყოველთვის ბავშვის მხარეზე ვარ, იმიტომ რომ ბავშვი თუ არ გაათამამე, ის ყოველთვის უკან დადგავს ფეხს ყოველთვის და რატომაც არა, ჯერ წინ გადადგას, ხო? რატომ უნდა დაიხიოს უკან? მე ამხელა ქალი ვარ და ყოველთვის ვცდილობ რაღაცა ვისწავლო. დამიჯერეთ სულ ვცდილობ რაღაცა ვისწავლო და ბავშვს რატო დავახერხო. თქვენი აზრით მაინტერესებს, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, დიდი სიამოვნებით ხო მოусმენთ? დედა რა მოზიგია? ერთმანეთზე უკეთესები. რა ვიცი, ჩემო ეკა, ელენე, პირველ რიგში თქვენ კიდევ ამახვილებ რატომ ყურადღებას, იმიტომ რომ ესენი მყავს, აი, რადგანაც მათია. კი ბატონო, ელენე, მოგცა. აქედან რო ვთქვათ შეიძლება. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ძალიან ვისიამოვნე ბავშვები. აი მე რა უნდა ვთქვა. მადლობა უფალს, რომ ხაშურს ყავს აი ესეთი მაგარი გოგო ხათუნა. ჩემი ბავშვობის მეგობარია, სცენაზე ერთად გავიზარდეთ და ძალიან კარგია, რომ ნიჭიერი ადამიანია აქ ხაშურში და აი ასეთ კულტურას გაზიარებთ, გოგონებო. მარტო თქვენ არა, თავის ახსაზრდელებს. ძალიან სწორ გზაზე დგახართ. და მე მინდა დაგილოცოთ ეს გზა, ჩემო ძვირფასებო. ალბათ აბიტურიენტები ხართ, ხო თქვენ? არა? ჩემი მაშოა აბიტურიენტი. მაშო. ხო, აი მაპატი ელენე, აი პირველ რიგში მინდოდა აი ბავშვი გარბოდა, გამორბოდა, აი ვერ გებულობდა საწასულიყო და მაშინ ხო გიწყობდი ხას მითხარ. აი რაღაც 9 საათზე მოდი 9 საათზე. დიახ, მეც უწყობ ხელს, მეც უწყობ, აბიტურიენტია ჩვენი გოგო. ეხლა სოლო კონცერტისთვის ვემზადებით, მარჯანიშვილის თეატრში გვექნება სოლო კონცერტი და აი იმდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ბოლომდე უერთგულა ანსამს. აი მე ვაფასებ ამ ბავშვის ერთგულებას. და თქვენ გოგოებო, თქვენ გემოვნებას იშვიათია რომ პატარა გოგომ აირჩიოს ასეთი რეპერტუარი, დაინტერესდეს, შეიძლება დღეს დაესწროს, გამოცადოს, ხვალ მოვიდეს მასწავლებელთან და მერე ჩაიქნიოს ხელი და გაიპაროს გაკვეთილებიდან, ხო? მაგრამ თქვენ ბოლომდე რომ მოყევით ჩვენ ხათუნა მასწავლებელს, აი ამისათვის მადლობას გიხდი და იმ სიამოვნებისთვის, რაც თქვენ მოგვანიჭეთ დღევანდელ დღეს. მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზო ბავშვებო. მადლობა. მე ცოტა შეიძლება გამიგრძელდეს, იმიტომ რომ რაღაცა მე შარშანდელი შტაბეჭდილებიდან გამოვდივარ, ვინც ახლა პირველად არის მათთვის ვამბობ, რომ შარშან ჩაეყარა საფუძველი აი ამ პროექტს. ხათუნას იდეა იყო, მაგრამ პროექტამდე მოხდა რა? ჩემი გოგო ბიჭები, რომლებიც აბიტურიენტები იყვნენ, აქედან 4 ბიჭი თეატრალურისთვის ემზადებოდა. მათ შორის ჩემი შვილი, ერთი გოგონა ის ჯერ ისევ ჩვენი ყვავილი, ხო, ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე არის. და რასაკვირველია, თეატრალურში სიმღერა საჭიროა და მივაბარე ხათუნას. მერე მადა ჭამაში მოდისო და თურმე ჩუმად ამზადებენ აი ამ რაღაცა სოლო კონცერტს, მე არ ვიცი ისე და ძალიან ბევრი სიურპრიზი იყო იმ სოლო კონცერტში, სხვათა შორის აქ შედგა პირველად და ეხლა დღეს რომ მოვდიოდი არ ვღელავდი და იმ დღეს შარშან აი ნერვიულობისგან არ ვიცი. ბიჭები და რა მანერვიულებდა მაშინ და ახლა რატომ არ ვინერვიულე, არ ვიცი, ვერ გეტყვით. და აი მაშინ იყო საოცრება ჩემთვის. ხათუნას თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმზე არაფერს ვამბობ. შედეგი შრომის, იმიტომ რომ ამ 4 ბიჭიდან, მოდი, მე მიყვარს პირდაპირ საუბარი. ჩემი შვილი იყო ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ბავშვობიდან გამოცდილება, ისევე როგორც მაშოს, რამდენადაც ვიცი. დანარჩენებს
საერთოდ არ ქონდათ ეს გამოცდილება და ერთი მათ შორის კიდევ ისეთი იყო, არ ეწყინება ახლა მე Facebook-ზე თუ და მომისმეს, რომ სტილო დააბიჯო კურსზე, როგორც იყვიან. და მე რომ ისინი და ის კონკრეტულად ამღერებული დავინახე და თან მე როგორ აი მაშინ თქვი რომ ხათუნა არის გმირი. მე იმდენად მოგვეწონა და შევედით ასე ვთქვათ როლში რომ აი ის რეპერტუარი რაღაცა მცირე ნაწილის დამოკლებით ჩვენ თბილისში შევცვალეთ რაღაცა სიმღერები შევცვალეთ კომპოზიტორთა სახლში გქონდა საღამო და იქ წარდგნენ წინ მაყურებლის და მსმენელის წინაშე ის ბავშვები. რისი თქმა მინდა, უნდა დადგა სექტემბერი და ახლა ჩემი ორი გოგონა მივაბარე, ასე ვთქვათ. მოდი კიდევ ერთი სიმართლე ვთქვათ. ელენეს მე ვერ წარმოვიდგენდი. ხო, ну არ ახლა რატო არ ვთქვათ სიმართლე. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ მომენტს, მაგრამ ხათუნა ბარაქალა. ხო, ну აი იმუშავეთ ძალიან ბევრი. მარიამს თავიდან ჩემთან რომ შემოვიდა, ხო, ქონდა ხმაში რაღაცა ხრინწი. თავიდან შეიძლება პატარა იყო და ვიფიქრე რომ ახლა ამან როგორ უნდა იმღეროს და ჩემთან რომ იმღერა, ну რაღაცა წაიმღერა, რომელიც სპექტაკლში მინდოდა გამომეყენებინა. აი იქ მას ახსოვს ჩემი შთაბეჭდილებები. ბავშვები წამოყვნენ, ნამდვილად წამოყვნენ და იმის თქმა მინდა რომ მართლა ეს არ არის ასე ისა დაუკრა და პირი გავაყოთ. აბა ხა მე მომღერე ამ წუთას ცოცხლად კი არა ფონოგრამაზე თუნდაც. რა დავინახე იცი ხათუნა? რაღაცა ტრიო შედგა ამათი. კიდევ უფრო სხვადასხვა ტემბრი აქვს აბსოლუტურად, მაგრამ ისე რაღაცა თან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანურობას და აი ამ სიყვარულს უსმენ ყოველთვის ხალხს ხო ისე დამეგობრდნენ კიდევ უფრო მეტი რაღაცა მაგის გარეშე არ გეცდება ხო და აი ეს ძალიან მიხარია რომ აი ერთნი არიან აი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთსაც დავამატებდი რომ აი კარგად თქვი წეღან სამი ხელოვანი გოგონა მაშოს ყველა კარგად ვიცით მისი საოცარი ნიჭიერება ქორეოგრაფიული სიმღერა არ მქონდა მოსმენილი და ნამდვილად სიმღერაშიც მშვენივრად ძალიან მშვენივრად გაართვა თავი და ჩემს ორ გოგოზე მინდა ცოტა მეტი თქვა აქ მშობლები ესწრებიან და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ჩემს ნინოს მინდა განსაკუთრებული მადლობა ელენეს დედას უთხრა იმიტომ რომ აქ ზის კიდე ორი გოგონა აქედან ერთი ჩემ ხელშია გამოვლილი ესენი დები არიან სამი და ელენეს დაიკვირა და ესა ანა იყო ჩემი გოგო კი მეორე აკვარიუმის მეორე თაობელი არის ანა ლიზა უფროსია და არ მოხდა ჩემ ხელში და ეს მაშინ იყო სუპაწაწუნა ვინ წარმოიდგენდა და ნუ მოკლედ ანამ დაგტოვა სტუდენტი გახდა და შემოვიდა ელენე და ვისაც ახსოვს მისი როლები მისი როგორც უმშვენიერესი მაიაკოვსკის სატრფო და მუზა მშვენიერი ტატიანა როგორ შეასრულა მაშინ 12 წლის იყო და ვერავინ ვერ დაიჯერა რომ 22 წლის რუსი ემიგრანტი ქალის როლი შეასრულა. ახლა როგორი პატარაა ასე? ახლაც პატარა, მაგრამ არ უყვარს მაგას რო ვეუბნები, გაჩერდებოდა. აი ამის პარალელურად, აი არ ვიცი ვინც ესწრებოდით, მე შეასრულა ძალიან მხცოვანი ქუჩის მაწანწალა მოუვლელი, გაუბედურებული ბებრუხანას როლი, რომელსაც ძალიან გამიპროტესტა თავიდან, მაგრამ ეს იყო საოცრება და მე ფესტივალზე გრიმით რო გამომეცხადა, მე არ ვიცოდი და ეს გრიმი რო გაიკეთა თვითონ. კაშტერებული უყურებდი, შევიდა უკერალში. ან მისი ნახატები რომ გაჩვენათ, ვინც არ იცით, ხო? საოცრად მრავალმხრივ ნიჭიერი გოგო და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე. ოღონდ ერთი პატარა შენიშვნა. ამას მოეშვია. ხო, ნერვიულობდა. იცი რა, ნერვიულობდა. ამიტომ ცოტა გახდი უფრო ნაზი, უფრო ქაური. საოცრად. ეს სიმღერაში წერდება. ძალიან ნერვიულობდა. და თქმა უნდა წინ დიდი ზღვა წარმატება ელოდება, ეჭვიც არ მეყარებათ. ჩემი მარიამი, იგივე ტატიანა, ოღონდ მხცოვანი ამ შემთხვევაში. ეს ახალგაზრდა ეს ნორჩი ტატიანა იყო, ის მხცოვანი. მე კიდე ამას მოყვა, რა ვიცი, ვინ არ მოყვა.
რა ერქვა კაცო იმ ცნობილ ქალს მარლენ დიტრიხი და ასე შემდეგ და მე კომედიური როლი სადაც რო გამომეცხადა რომ დაიყენა რაღაცეები წინ თუ უკან ეს მარიამი თვითონ იკეთება ყველაფერს ამას ასე რომ მე ვამაყობ ამ ჩემი გოგონებით ვამაყობ მშობლებო თქვენით ნანა როგორ უწყობ ხელს და როგორ ცხოვრობ მისი ცხოვრებით ახლა ვიღაცა იტყვის აბა სხვა რა უნდა ქნას დაუშვათ შობელმა მაგრამ ასეც არ არის აი გადართულები თავიდან ფეხებამდე მათი წინსვლისთვის და მე ვარ ძალიან ბედნიერი ძალიან ამაყი იმიტომ რომ შრომის შედეგი რა არის ნუ ვიცით და ხათუნა არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ იმიტომ რომ ხარ საოცრად შრომის მოყარე და ფუსფუსა და აი ამის გარეშე შეუძლებელია კი და შეთან ერთს გაჩერდება ვერავინ თუ ეს თვისებები არა აქვს ნამდვილად ცოტა მოვაბეზრე ეთქობა ამ ბავშვებს ეს თავი მაგრამ სხვანაირად წარმატებები მინდა მაშოს ფუსურო რადგან აბიტურიენტი არის და არ ვიცით სადაბარებს ნამდვილად არ ვიცით მაგრამ სადაც არ უნდა ჩააბაროს ეჭვიც არ გვეპარება რომ წარმატებულად ჩააბაროს და მადლობა გოგონებს მე ფიქრია სადამიგებლო კლასის მოსწავლე მეც ვარ მაშოს მოსწავლე აი ნახე რომ აღარ მარიამზე არის ჩემი სისხლი და ხორცი და მაშოც არის ნათესავი და ასევე ჩემი მოსწავლე უსაყვარლესი და მინდა რომ ვთქვა რომ ის არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოსწავლე მას ვიცნობ სულ პირველი კლასიდან და არის ყოველთვის გამორჩეული უნიკალური სრულია და მომინდა რომ ეს ყველაფერი მეთქვა იმიტომ რომ რაღაცნაირად რადგანაც აი ეს ითქვა მომინდა რომ რატომღაც ეს ამაზე ხაზი გამესვა და მე არაფერს განსაკუთრებულს ისეც არ ვამბობ რაც არ თქურა ყველანი დამეთანხმება და ძალიან ბევრი ადამიანი ვინც მაშოს იცნობს და მასთან ურთიერთობა ქონია ზუსტად ასეთი სრულიად უნიკალური გოგო და არაფერს არ ვაჭარბე ყველანაირად აბსოლუტურად და ჩემი ძალიან დიდი სურვილი ხდება რომ ხელოვნებაში გავგრძელოს მან მოღვაწეობა ასეთი არის არა მარტო ხელოვნებაში ხო ის არის არაჩვეულებრივი მოსწავლე მეგობარი აი მე იმედება როგორც ჩემი მეგობარი პირადად ჩემი მარჯვენა ხელი ყველაფერში რაც გინდა დაავალი არის უნიკალური არ ვიცი მაშინ ამიტომ გისურვებ იმიტომ რომ ყველაზე მეტი ახლა ჩვენი ხმა შეგჭირდება ძალიან წარმატებები მაშინ ახლა ეიფორიაში რომ ის აბარებს და რაღაცა ხათუნა მას ახასიათებდა და მომინდა მეთქვა მაგრამ აღარ შევაწყვეტინე რომ ის არ არის მხოლოდ ხელოვანი ის არის სკოლაში პირველი მოსწავლე და ინგლისური იცის კი მე მაინც ხელოვნებისკენ გადავიხარე მივხვდით ხო რატომაც თორე ეჭვიც არ მეპარება რომ ეს ბავშვები ახლა მივითვისეთ ჩვენ თორე რა თქმა უნდა თქვენია ხალხო აბა რა მაგრამ ყველა თავისას რო ეკაჩება ხო იცი აი ისე გამოგერიდა იმიტომ რომ კარგები არიან და ამაზე დიდი ბედნიერება რა არის რომ აი ეს მიხარიხართ რომ ჩემი ვიცხა და აი ამ გოგონებში ძალიან კარგი ბავშვები ისტერიან ძალიან კარგები არიან ყველა ისეთი ლედიკოს შვილია ჩემ ნანას არ ვეძახი მე ნანუტას ვეძახი ინტერესია ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და მე მინდა მადლობა ვუთხრა მას რომ გამოცნო ეს გოგო თქვენ მშობლები თქვენ შვილებს კიდე სხვა რაკურსით უყურებთ და სხვა კუთხით ხედავთ და ჩვენ ეს გაწმოსილი პედაგოგი თამდობლად ვიტყვი რა თქმა უნდა ხუმრობ სულ სხვანაირად ვხედავთ მათ და მარიამ ისეთ ასაკში გავიცანი როგორც მოსწავლე და როგორც ადამიანი რომ ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა ძალიან გრძნობიარე ადამიანია ისეთი მგრძნობიარე რომ იშვიათად არის ასეთი ადამიანი სულ სხვანაირი ხედვა აქვს მადლობა შენ ამისთვის რომ ასეთი ჭკვიანი ხარ ასეთი კარგი ხარ ძალიან მიყვარხარ და ელენესაც მადლობას ვუხდი და მიხარია რომ გავიცანი ასეთი საყვარელი გოგო და ბოლოს ვიტყვი თქვენზე ბოლოს პედაგოგზე მე ხათუნა ვიცოდი რომ არის ძალიან ჭკვიანი და ძალიან მჭიერი გოგო მაგრამ დღეს როგორც მასწავლებელი ესე დავინახეთ და ჩემთვის ეს იყო ძალიან ისეთ თემაზე და ისეთ რაღაცებზე გააკეთეთ აქცენტი რომ ეს ჩემთვის იყო როგორც მასწავლებელისთვის ნამდვილად სერიოზული აღმოჩენა და დიდი მადლობა ამისთვის წარმატებებს გისურვებთ მიყვარხართ მადლობა აი ამას რა ჯობია ხალხო ერთმანეთს რო ეცემიან და არის ერთი ფრონტი და რა ჯობია მოვიფეროთ ერთმანეთს ხო შეიძლება როგორი ადამიანურია მოფერება და როგორი უბრალო და ძალიან სადა და ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მადლობა რა ვიცი აი
უღრმესი მადლობა მოგზაურებისთვის. ჩემი ამ შემთხვევაში ჩემი ბავშვების დაფრინდისებისთვის ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ და ძალიან მიყვარხართ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ რომ ჩემები ხართ. და რომ ქვიათ ჩემები ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ. რა ვიცი მარიამზე მინდა გითხრა ნანა რაღაცნაირად შორიდან ცოტა სხვანაირი მეგონა. რომ მოვიდა ისეთი გულშვილი, ისეთი თბილი და ტკბილი. არა, სხვანაირი როგორ, აი ასეთი არ მეგონა, ასეთი ტკბილი და თბილი. რაღაცა უფრო ისეთი ის მეგონა, უფრო რაღაცა მეთქი აი როგორ შევა უცბად ისი აი სულ ჩახუტება მინდოდა. და აი მართლა მშობლებო მადლობას გიხდით რომ ასე სწორად ზრდით თქვენ შვილებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოიმკიო კიდე. მადლობა ბავშვებო. დიდი მადლობა. Dardo chadrodat dadihar Wars nuabotlas agrihar Kamosazoni Wars glavnadoli Tvaris glase nevirobdivit mratovi დიდი მადლობა ჩემო კარგებო.